საფათო ჩაწოდება მცველები თამაშობენ, თუმცა გადმოვარდნის ბურთზე შეიძლება დარტყმა კიდევ ერთი მცდელობა, აი ახლა შეიძლება კიდევ ერთი დარტყმა და გაიხსნა ანგარიში შეხვედრის მე-12 წუთზე ჟან კარლოსი გატანილი გოლის ავტორი. პირველი, მეორე და მესამე მცდელობით სამგურალმა გაიტანა ერთ შეტევაში, სამჯერ დაარტყმევინეს კარში. სამგურალის ფეხბურთელებს ტორპედოელებმა და ანგარიში გახსნილია. ხორხელი კიდევ ერთი დარტყმა და ცდება ბურთი მიზანს. უდუშაური ცრუ მოძრაობა ჩააწოდა საჯარიმოში და დასწრებაზე ვერ მოახერხა იონსენმა ბურთზე თამაში. კარგი დარტყმა ისევ უდუშაური და დარტყმა კარიდან. გამწვავა ყოპაატა უდუშაურმა თამაში, კარგად ითამაშა და არტყა კიდევაც. შორეული დარტყმა და მეკარე ძალიან კარგად თამაშობს დამატებაზე კიდევ ერთხელ. ყალიჩავამ შვენიერი იყო ამ ეპიზოდში. აქ უკვე იონსენი და დაატოვებინეს მასბურთი კუთხურია. შვენიერი ეპიზოდი ტორპედოს ფეხბურთელების შესრულებით. ყალიჩავა იყო ძალიან კარგი რაღაც იტკინა ყალიჩავამ. აი ნახოთ ეს ეპიზოდი კოხრეიძის ძალიან კარგი დარტყმა. ნახეთ ბურთი სად დაეცა. ზუსტად იმ ადგილზე სადაც თითქოს წვდებოდა მეკარე ბურთხელი და კარგი იყო, ძალიან კარგია ყალიჩავა ამ ეპიზოდში და შემდეგ იონსენი არ იყო, უდუშაური იყო, მე მგონი, რომელმაც დამატებაზე ითამაშა და უბრალოდ ვეღარ მოახერხა ზუსტად კარის მართულები დარტყმა. კი, უდუშაურია ეს ფეხბურთელი. კარგი გადაცემა იონსენის მისამართით, კვარაცხელია თამაშობს და ეს დარტყმა უდუშაურის, ეხლა გასაგებია წყალტუბოელები ითხოვენ ჯარიმას, გადაიხედებოდა ნებისმიერ ეპიზოდში გოლი რომ გასულიყო. საფათო ეპიზოდი შეიძლება გატანა ამ ეპიზოდში და გავიდა გოლი. გავიდა პირესი გატანილი გოლის ავტორი ყალიჩავას შეცდომა. უკასრავად ფელიპე პირესი გატანილი გოლის ავტორი. შეცდომა კარგად გამოიყენეს ტორპედოს ფეხბურთელებმა და ფელიპე პირესის მეორე გოლი მიმდინარე სეზონში. პირველი გოლი მან გაგრასთან გაიტანა პირველივე ტურში, გახსოვთ ალბათ განსაკუთრებით ტორპედოს გულშემატკივარს. ჩიხლაძე, კვარაცხელია მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება, თავით ხორხელი დაარტყა და ბურთის დება მცირე მანძილით. გაათანაბრა ტორპედომ ანგარიში, შეგვიძლია ვთქვათ მეორე ტაიმში, მაგრამ კარგი შეტევებით სამგურალის ფეხბურთელები უფრო გამოირჩევიან. კიდევ ერთი შეცდომა ბიორნ იონსენი კარგ პოზიციაში შეუძლია გაიტანოს და ყალიჩავას ვერ აჯობა. კიდევ ერთი საჩუქარი წყალტუბოელი მცველებისგან, მაგრამ ბიორნ იონსენმა ვერ გამოიყენა. შეიძლება დარტყმა და გადაარჩინა კლიაიჩმა თავისი გუნდი. ძალიან კარგი შეტევა გამოუვიდა და ყოჩახ ლუკა ხორხელი ამ ეპიზოდში, იქ თითქოს რამდენიმე ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ბევრი იყვნენ და პასი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არა, ბოლომდე კარგად განავითარა იერიში. ტორპედოს ფეხბურთელების იერიში უდუშაური საჯარიმოში პასი და რა ბურთი ვერ გაიტანა კიდევ ერთხელ იონსენმა.